მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას და ჩვენი სტუმრები არიან. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესო დანელია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ თავართქილაძე და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ჭეიშვილი. მოგესალმებით, გმადლობთ ჩვენთან სტუდიაში მოგზანებისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისზე არსებულ პრობლემებზე, ბუნებრივი არის საკითხები, რომელიც დედაქალაქის ყველა მოსახლეს აწუხებს, თუმცა მოდი დავიწყოთ კონკრეტულად იმ რაიონებით, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ბესო, თქვენ ბრძანდებით გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამავდროულად კენჭსიყრიდით მუხიანიდან საკრებულოს არჩევნებზე, ზოგადად თქვენს რაიონში რა პრობლემები არის? მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მოგესალმებით ელენა თქვენ ასევე და დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როგორც თელ ქალაქში, ასევე გლდანის რაიონში, განსაკუთრებულად კიდევ გლდანის რაიონში, იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ცხოვრობს გლდანის რაიონში და თქვენ მოგეხსენებათ, გლდანის რაიონი არა მხოლოდ საარჩევნო ოლქი, არამედ ყველაზე დიდი უბანი არის თბილისში და საქართველოში ასევე 157,000 ამომრჩეველია, 300,000-მდე ადამიანი ცხოვრობს და რეალურად ის უკიდურესი გაჭიროება, ის უკიდურესი მძიმე სოციალური ფონი და მძიმე სოციალური ვითარება, რომელიც არის გამეფებული სრულიად ქვეყანაში ამ ხელისუფლების, რომელიც დღეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ეს ჩვენი მოყვანილი ხელისუფლება და ქართულ ოცნებას გულისხმობ, რომლებმაც საერთოდ ყველანაირი უნარი დაკარგვეს არა მხოლოდ მართვის, არამედ რეალობის შეგრძნების და ჩვეულებრივად უკვე მე მგონი გაასწრეს ნაციონალურ მოძრაობას იმაში, რასაც ქვია ვირტუალური რაღაც ღაპრების მოყოლა და როდესაც მათ ინტერვიუებს ისმენ, არაფერი არ ხდება თორმე ცუდი და ყველაფერი კარგად არის და ეს ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის გაგრძელება, ისევე როგორც ის რომ არ მოხდა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ მოხდა ჩანაცვლება და არავითარი რეალური ცვლილებები არ იყო. მოდით მე კონკრეტულად დავიწყებ საუბარს ჩემ კონკრეტულ რაიონზე, იმ რაიონზე, რომელსაც მე ვკურირებ, გლდანის რაიონში ძალიან ბევრი უბანი შედის, კიდევ ერთხელ გამეორდები და არის უზარმაზარი მონსტრი, სადაც ცხოვრობს 300,000-მდე ადამიანი. უზარმაზარი პრობლემები, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში მესამე წელია, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. უკვე ერთი წელი გახდა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, შეიცვალა ქალაქის მერი, შეიცვალენ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატები და შეიცვალენ გამგებლები თბილისის სხვადასხვა უბნებში. მიუხედავად ამისა, პრობლემები იმატებს იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს პრობლემების მოგვარება. მე ვიდრე კონკრეტულ პრობლემებამდე გადავალ და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ. გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ უკვე გავხსენით გლდანში შტაბი მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე ძალიან სერიოზული ნაკადი მოედინება და არის სერიოზული გადმოდინება ხალხის ოცნებიდან. არის ძალიან სერიოზული იმედგაცრუება და იმ ადამიანების გულის ტკივილი მე მგონი ყოველთვის ძალიან ნათლად არის ცნობილი, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი სიცოცხლეც კი ხშირ შემთხვევაში დადეს სასწორზე, როდესაც იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ერთი პიროვნების ავტორიტეტით და ერთი ადამიანის პატივისცემით ჩვენ ხელისუფლებაში მოვიყვანეთ იმდენად ურეიტინგო ძალები და იმდენად ურეიტინგო პოლიტიკოსები, რომელთა პარტიებსაც და რომელთაც პირადად არავითარი ნდობა არ გააჩნიათ ჩვენი მოსახლეობის და არჩევნებში მათ 1%-იც კი არ გადაულახავთ არასდროს. რეალურად კი დაუბრუნდები გლდანს, პრობლემები პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული პრობლემები და ძალიან მძიმე ვითარება არის სოციალური. რა თქმა უნდა ყველასათვის ნათელია და ყველამ ძალიან კარგად იცის თუ როგორ ურტყავს ჯიბეზე დოლარის კურსის მდგომარეობა არა მხოლოდ გლდანის, მთლიანად მოსახლეობას თბილისის და კარგად მოგეხსენებათ, ვისაც აქვს ბანკთან შეხება და ჩვენი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ბანკთან პრობლემები აქვს და ბანკთან შეხება აქვს და კრედიტი აქვს გამოტანილი, რეალურად მათ პირდაპირ ურტყავს ის თუ რა დღეშიც და რა მდგომარეობაშიც არის დღეს ქართული ლარი დოლართან მიმართებაში და რეალურად ეს ყველაფერი აისახება ადამიანების ჯიბეზე, ადამიანების მაცივარზე, იმაზე რომ ადამიანებს არ აქვთ არავითარი შესაძლებლობა გამოყვებონ ოჯახები, გამოყვებონ შვილები, რეალურად მოახერხონ თუნდაც ის, რომ ადამიანურ ნორმალურ ვითარებაში იცხოვრონ, ეს არის უკვე ძალიან გაუსაძლისი ხალხისთვის. ჩვენ უკვე ხვდებით ხალხს,
მოსახლეობაში გავდივართ, არა მხოლოდ ის, რომ ჩვენთან ოფისში მოდიან და სერიოზული მუშაობა მიდის, არამედ ჩვენ გავდივართ მოსახლეობაში, ხვდებით ხალხს და ადგილზე ვისმენთ პრობლემებს. მე ხა აქ მაქვს წამოღებული, რომელიც მოსახლეებთან გლდანში მაცხოვრებელ გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად პრობლემები არის, რომელიც გამომატანეს და მათი თხოვნა იყო, რომ ეს გამეხმაურებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მათ მოაგვარონ ეს პრობლემები. დავიწყებთ იმით, რომ მე-7 მიკრორაიონის მე-17 კორპუსთან ეს გლდანი არის, სადაც სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ, გზა თითქმის არ არის. გზა იფარება წყლით და რადგან არ არის სანიაღვრეები, წვიმის შედეგად აბსოლუტურად გაუვალი ხდება ეს ადგილი. ანუ გლდანის მე-7 მიკრორაიონის მე-17 კორპუსის მაცხოვრებლების გულის ტკივილი და ერთობლივი კოლექტიური განცხადება უკვე შევიდა ჩვენის მხრიდან ფრაქციის სახელით გლდანის გამგეობაში, ისევე როგორც სხვები, რომელსაც გაგაცნობთ. ასევე არის ამ მიკრორაიონი გლდანის სუპერმარკეტია ესეთი და ბინგო მიმდებარე ტერიტორიაზე არის გზის პრობლემა, რომელიც გადათხარეს და წავიდნენ და მიატოვეს და ასფალტით ჩაინგრა და არის გაუსაძლისი მდგომარეობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფელ გლდანში, სადაც არ არის გზა და აქ არ არის მარტო გზის პრობლემა, აქ არის კანალიზაციის პრობლემა. ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება, რა თქმა უნდა, ყოველთვის სკოლაში არ არის სველი წერტილები. საბავშვო ბაღი გაყიდეს და საერთოდ აღარ არის საბავშვო ბაღი სოფელ გლდანში და ხა ხო წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე ვითარებაა და ეს ყველაფერი ემატება იმას, რომ ადამიანებს ძალიან სერიოზული სოციალური გაჭირვება აქვს და გარდა ამისა უკვე სოფელი გლდანის მოსახლეობას იმის პრობლემები შეუქმნეს, რომ ბაღში სხვაგან უნდა ატარონ ბავშვები, იმიტომ რომ ის არსებული ბაღი გაყიდეს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობთ. ასევე ავჭალა, მოგეხსენებათ, რომ ავჭალაც გლდანის რაიონში შედის, ივანოვის ქუჩა არის ავჭალაში და აქ არის ხიდი, რომელშიც მოედინება სასმელი წყალი და გადის საცხოვრებელი სახლების თავზე. არის ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში ეს ხიდი და წარმოქმნის ძალიან დიდ საფრთხეს იმისა, რომ ჩამოინგრეს რეალურად და ამ მოსახლეობას შეექმნას ძალიან სერიოზული საფრთხე პირდაპირ სიცოცხლის და ამასთან დაკავშირებით არაფერს არ აკეთებთ. რაც შეეხება მუხიანს და თქვენ ბრძანეთ, მე მუხიანში მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, მუხიანში ვიყრიდი კენჭს დემოკრატიული მოძრაობის სიით მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი და მუხიანთან დაკავშირებით მე მინდა მოგახსენოთ ერთი რამ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული მუხიანში ამ 1 წლის განმავლობაში. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა მუხიანის აგარაკებზე, სადაც აბსოლუტურად გზა არ არსებობს, სადაც არ არსებობს კანალიზაცია და არ არსებობს არავითარი შესაძლებლობა იმისა, თუ ძალიან მაღალი გამავლობის ჯიპი არ ყავს ადამიანს წვიმაში, რომ მიაღწიოს სახლამდე და საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული დასახლება არის მუხიანის აგარაკები. რაც შეეხება თვითონ მუხიანს, არის ძალიან სერიოზული პრობლემები. პრობლემები იწყება თუნდაც ელემენტარულად იმით, რომ ჭები, რომელიც არის საბავშვო ბაღებთან, მოედნებთან და სკვერებთან განთავსებული, მათი უმეტესობა არის მოხდილი. თავი აქვს მოხდილი და არაერთხელ მივმართეთ ჩვენ უკვე კომპეტენტურ ადამიანებს, ვის კომპეტენციაში შედის, უпростоრად ნაკლებად არიან კომპეტენტურები ეს ადამიანები, თორე ეს პრობლემები ამდენ ხნის განმავლობაში არ იქნებოდა. ვისი კომპეტენციაც არის აი ამ საქმის გაკეთება, მაგრამ ისევ აი ესეთ მდგომარეობაში, აი ხა თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ ვისარგებლებ და მივმართავ მუხიანის მაჟორიტარს და მუხიანის მუნიციპალიტეტს, რომ კეთილი ინებონ და ის დანაპირებები, რომლებიც მიცეს მუხიანის მოსახლეობას შეასრულონ. მაგრამ არ ვიცი, მე რასაც უყურებ, ესენი ვერაფერს ვერ აკეთებენ. ასევე მინდა გავაგრძელო. ძალიან სანამ გავიჯერე, გლდანიდან მაყურებელი გვიკავშირდება, მას თავისი პრობლემის შესახებ სურს საუბარი. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. თუ მართან მაქვს შეკითხვა, შეიძლება? რა თქმა უნდა. იგან, იცით რაშია საქმე? ყველაფერზე რო ცუს ლაპარაკობთ, ოცნებაზე, თქვენ ვინ ხართ ამისთანა? თქვენ ვერ მოყვართ მთავრობაში. კარგი, დაინახეთ რა გკეთდება რა. ბატონო, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტ, ჩვენ სად მოვალ და სად არ მოვალ და ცუც კი არ ვლაპარაკობთ იმ უბედურებას, რაც ქართულმა ოცნებამ დაგუმართა. ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის შედეგად და იმის შედეგად, რომ გაურიგდა კრიმინალურ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართული ხალხის სისხლს სვავდა და ბიჭებს ხრეთ და ქუჩაში. აი ესეთ ძალას გაურიგდა ქართული ოცნება, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება, მოიყვანა და თავზე დაგვასვა ის ძალები და ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც 100 კაცს არ მიუწია ცხოვრებაში ხმა არასდროს და
რაც შეეხება იმას ჩვენ სად მოვალ და სად არა ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე წელიწადი და 3 თვეა საპარლამენტო არჩევნებამდე და მინდა ქალბატონო დაგარწმუნოთ იმაში რომ ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვაგვარებთ ყველა პრობლემას რომელიც ვერ და არ მოაგვარა ოცნებამ ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურობის ხშირ შემთხვევაში კიდევ ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგების შედეგად და აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას ქვეყანაში რომელიც იყო თავარი დაპირება და დანაპირები როგორც ოცნების ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილის როგორც რომელიც დაგვინიშნეს კიდევ იმაზე რა ქვია თავმოყარე კაცები სუფრაზე დანიშნულ თამადასთან არ ჯდებიან და მით უმეტეს პრეზიდენტი დანიშნული ახლა რომელსაც თვითონ აგინებენ და ლანძღავენ და ჩვენ რო ვეუბნებოდით რომ არ იყო მარგველაშვილი ის პიროვნება რომელსაც პრეზიდენტობის მანდატი უნდა აეღო ხალხისგან აი ესეთი სიტუაცია მოხდა და რეალურად ის რაც შეეხება უბედურებას და პრობლემებს თუ თვალს დაუხუჭავთ ქალბატონო და თუ გავაგრძელებთ იმას რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა და დავიწყებთ რომ ვაიმე რა კარგად არის ყველაფერი და რამხელა საქმეს აკეთებს ქართული ოცნება გლდანში არავითარი პრობლემები არ არის რაც მე ჩამოვთვალე და რაც კიდევ ძალიან ბევრი უნდა ჩამოვთვალო თურმე და ძალიან კარგად ცხოვრობს ხალხი და ბედნიერია ეს გნებავთ გამოდის რომ არაფრით არ განსხვავდებით ნაციონალური მოძრაობისგან და ეს არის ძალიან სამწუხარო ბატონო გამგეობა თუ ცდილობს რამენერად ამ პრობლემებს აი რა თემებზეც მიდის საუბარი და გავაგრძელებ ელენა რამოდენიმე პრობლემას კიდევ მოგახსენებთ ასევე გადავალ გლდანის ამიკრორაიონია გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია იქ მდებარეობს ფერმები მდებარეობს ეს არის ქათმის ფერმები და არ არის დაცული არანაირი სანიტარული ნორმები არა აქვს გამდინარე წყალი ამ ფერმებს კანალიზაცია სპეციალურად მოწყობილი სასაკლაო აი აქ არის ამ ფერმების მომსახურე პერსონალს გამოაქვთ ქათმის ნარჩენები ამას ემატება დაკვლის დროს ბოდიში და ნაწლავები და ბუმბულები ქათმი და ყრიან მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ცხოვრობს ხალხი სადაც თამაშობენ ბავშვები აშრობენ შემდეგ და წვამენ აი წვავენ და აი ამ კვამს ისუნთქავენ იქ მაცხოვრებელი ბავშვები ეს ყველაფერი რაზეც მიდის საუბარი და ძალიან დიდი სია არის ერთი კი არა 10 ეთერი არ გვეყოფა იმ პრობლემებზე საუბრის დროისათვის რაც არის გლდანის რაიონში პრობლემატიკა მაგრამ აქ საუბარი არის ერთ რამეზე უნდა გააჩნდეთ ნება და ნების გარდა უნდა გააჩნდეთ კომპეტენცია იმისა რომ ეს პრობლემები მოაგვარონ ეს ხალხი მოსულები არიან იმ მოთხოვნით და იმ დანაპირებით რომ ისინი თუ მოვიდოდნენ და თუ აერჩიოდეთ მათ ხალხი მათ პრობლემებს მოაგვარებდა და ჩემთან ოფისში მოდის ყოველდღე ათეულობით ადამიანი რომლებიც ამბობენ რომ მაჟორიტარებმა გამოურთეს ტელეფონები ემალებიან გამგეობაში არ იღებენ ქართული ოცნების წევრებზე მაქვს საუბარი ხა პირდაპირ სახელების დაგვარების დასახელება არ მინდა უამრავი ქართული ოცნების პარტიის აქტივისტი არის გადმოსული უკვე გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში და ეს არის შეუქცევადი პროცესი იმიტომ რომ ეს ხალხი 9 წელი მოტყუებული იყო და ამ ხალხმა დაინახეს რომ იგივე ტყუილები გრძელდება და მე ამ პრობლემებს იმიტომ ვაყენებ რომ მე ეს პრობლემები მინდა მოგვარდეს მე იმიტომ მიმართავ გამგეობას და რუპორით ხელში არ გამოვდივარ და აქციებს არ უმართავ რისი უნარიც ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ჩვენ პარტიას და ჩვენ მეგობრებს და ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არ ვსაუბრობ მიუმართავ და ვატყობინებთ რომ აი აქ არის ეს პრობლემა კეთილი ინებეთ მობრძანდით და ხალხს მოუგვარეთ ეს პრობლემა რაშიც იხარჯება მილიონები და გამოყოფილია 800 მილიონი თბილისის ბიუჯეტი ასე რომ კეთილი ინებონ მობრძანდეთ და ხალხის პრობლემები გადაწყვეტონ აი ეს არის არც ინტრიგნული და არც ჩასაფრებული პოზიციიდან ჩვენ არასდროს არ გვისაუბრია და ქალბატონს შევახსენებ კიდევ ერთხელ რომ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და დემოკრატიულმა მოძრაობამ იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილისათვის დაეჭირა მხარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და ყველა უბანში, ყველა სოფელში, ყველა რაიონში და მთელ საქართველოში მთელი ჩვენი რესურსით ჩართული ვიყავი და არც ერთი პარტია არ დახმარებია ქართულ ოცნებას ისე მოსვლაში ხელისუფლებაში, როგორც ნინო ბურჯანა და დემოკრატიული მოძრაობა. ასე რომ ყველას ძალიან კარგი მეხსიერება გვაქვს ჩემო ხალბატონო და ეს არის სიმართლე. თუ გაინტერესებს. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს და მე ბატონო თორ თქვენთან გადმოვალ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გამარჯობათ გილოცავ დღევანდელ ზედანობას. ასევე მრავალს დაესწარით, ყველას უოცავ. იცით რასაც დაკავშირებით გაწესებია, რაც შეეხება ქათმების ფერმას და გზის ფერმების სიტუაცია ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ეხლა ამას არაფერი არ ეშველება. იცით საიდან უნდა მოწევნოთ? დინის საინის უფლება, რომ იქ გაკეთებულიყო ყველაფერი და დარბებულია სანიტარული ჰიგიენის პირობები. ამას ეხლა არაფერი არ ეშველება. აღარ ციცით, აღარ ციცით და ჯობია რომ ის გამოვიდეს და კიდევ დემოკრატებიდან. როდესაც
სააკაშვილის ხელმძღვანელობა 17 სასწავლებლის დირექტორი დაიბარა და დააწერინა განცხადებები სასწავლებლის გაუქმების შედეგად კვალიფიკაციის რატომ მაშინ არავინ არ ამოვიდა თქმა და ერთ-ერთი ასეთი სასწავლებელი იყო მცხეთის რაიონში წინამძღვრად არის ტექნიკური 29 წელი ვიმუშავებ მე და სხვამაც გაგვაუქმეს გამოყარეს პროფესორის ხელფასი და არ მოხდეს და ეხლა თუ რამე ვიღაცა სამსახურიდან წავიდა ერთი ამბავია 15 სასწავლებელი პლუს ამას ნებისმიერი იმდენი რაოდენობის პროფესიული სასწავლებელი რატომ მაშინ ხმას არავინ არ იღებდა 14 წლის დავა 9 წელი უშევარი ვარ ვინ მინდა ახლა სამსახურში ქალბატონს პირველ რიგში მინდა რომ უპასუხო და დავაიმედო და დავამშვიდო არ არის ესე საქმე რომ არაფერი აღარ ეშველება ამასო არა ქალბატონო თუ ჩვენ ვიბრძოლებთ თუ ჩვენ აუცილებლად გადავდგავთ და აუცილებლად გადავდგავთ ყველანაირ იმისათვის რომ პრობლემა მოგვარდეს კონკრეტული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება რაც შეეხება იმას თუ რომელიმე პრობლემის დროს ჩვენ სად ვიყავით შეგახსენებ სად ვიყავით ჩვენ მას შემდეგ რაც დაფუძნდა დემოკრატიული მოძრაობა ჩვენ პარტიას მას შემდეგ ყავს 42 პოლიტპატიმარი 2 დაბრმავებული და ასობით დასახიჩრებული ადამიანი ჩვენ ვიყავით ყოველთვის იქ სადაც ჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას ყოველთვის იქ ვიდგებით და ყოველთვის იქ ვართ სადაც ჭირდება ჩვენ ხალხს რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემებს არც ერთ პრობლემაზე ჩვენ არ გავჩერებული ვართ მოდის ბესორი დღეზე და სად ვიყავით თუნდაც 26 მაისია იმის ნათელი მაგალითი ყველამ ძალიან კარგად ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება ქალბატონო აუცილებლად მოგვარდება ეს პრობლემა და არაფერი არ დაგვიშურებია იმით რომ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია ყოფილიყო ბატონო თქვენთან გადმოვალ თქვენ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბრძანდებით თქვენს რაიონში რა პრიორიტეტული პრობლემებია პირველ რიგში მოგესალმებით მიმესალმები ტელემაყურებელს ნუ მე ხა ბესოს უსმენდი და პრაქტიკულად მთლიანად მარტო საბურთალოსგან მთლიანად თბილისში ერთი და იგივე პრობლემებია რასაც ვიყურებ თავარი პრობლემები არის გზები, თავარი პრობლემები არის კანალიზაციების მოგვარების საკითხები, თავარი პრობლემები არის სახურავიდან წყლის ჩამოსვლის საკითხი. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მინდა გითხრათ, რომ არის საბურთალოზე იჩეხება იპოდრომის ტერიტორია არ ეკუთვნის მართალია საბურთალოს, მაგრამ იქვე არის ჩვენი მოსაზღვრეა, რომ გითხრათ და ეს პრობლემა ვქონდა მთელი იპოდრომი პრაქტიკულად გაჩეხეს 50 ხე, დიდი ხე. ასლოვანი ხეებია მოჭრილი და ამოსული არის კორპუსები ხეების მაგივრად მოსახლეობის თხოვნით ჩვენ ვიყავით მისული იპოდრომის ტერიტორიაზე შევხვდით მოსახლეობას და ყველაზე ცუდი და საგანგაშო იცით რა არის მერიიდან არც ერთი ადამიანი არ გამოეხმაურა მოსახლეობას ჩვენ დავგეგმეთ და მივედით ჩვენ თვითონ მერიაში რომ ეს პრობლემა მოგვეხსენებია მათთვის და როგორი შთაბეჭდილება დაგვრჩა იცით რომ როგორც ნაციონალებს ჰქონდა თუ არ იყავი ნაციონალ პარტიის წევრი და არ იყავი მათი მომხრე არავინ არ გისმენდა. ზუსტად ესეთი რომ როგორც მტრებს შეხვდებიან და უყურებენ თუ განსხვავებული აზრი გაქვს და რაღაც პატარა პროტესტი გაქვს დაფიქსირებული ყველა გიყურებს როგორც ჩამოუშვეს ვიღაც ბოდიში და ესე რომ ვთქვათ ზონდერები დაცვა დააყენეს კარებში და ეს 30-40 კაცი მისული მოსახლეობა არავინ არ შეხვდა არავინ არ გამოვიდა სალაპარაკოთ და ჩვეულებრივად გაგრძელდა დღესაც მიმდინარეობს იპოდრომის ტერიტორიის გაჩეხვა და განადგურება. ასევე იგივე ფაქტია ყოფილი ფსიქიატრიული სამავთყოფოს ტერიტორია იცით თქვენებად გაიჩეხა უკვე პრაქტიკულად და ხე აღარ არსებობს საბურთალოზე ფაქტიურად ხე აღარ არსებობს რაც იყო რეკრეაციული ზონები მოსპეს იპოდრომი და ფსიქიატრიული ტერიტორია ფსიქიატრიული ტერიტორიაზე იყო საპროტესტო აქციები მოსახლეობის მხრიდან და მოყოთ რა რეაქციები იყო ძალიან ვიღებდით ყველა აქციებში ძალიან ბევრი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი მაგრამ ჩაიარა ისევ ყურადღების გარეშე და გაგრძელდა მშენებლობა როგორც ყველგან. ზუსტად ეს არის რა, მაგის თქმა მინდა, ემსგავსება რა მოსდით ამ ხალხს, როდესაც მთავრობაში მოდიან, არ ვიცი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, აი ძალიან ისეც რა, ამას წინებზე სანამ მერის არჩევნები იქნებოდა, სააკაძის მოედანზე 16 სართულიანები რო იცით ალბათ და იქ უკანონო ორსართულიანი შენობა შენდებოდა უკანონო რამდენად იყო მერიას ჰქონდა ანუ გაცემული ნებართვა მაგრამ მაშინ არ იყო ოცნება ის მთავრობა მერიაში მოსული და ჩვენ საბურთალოს შტაბი დემოკრატიული მოძრაობის და ოცნების შტაბის ხელმძღვანელობა ერთად ვაპროტესტებდით ამ შენობის აშენებას ერთად ვიდექით გზას გადავკეთეთ ამის ფაქტებიც არსებობს მე და საბურთალოს ოცნების შტაბის უფროსმა ხალხთან ერთად და შეპირდა ოცნების წარმოდგენა მე შევპირდი გამარჯვების შემთხვევაში ეს შენობა არ უნდა დამთავრებულიყო მოვიდა თუ არა ოცნება მერის ხელმძღვანელობაში და ეს პიროვნება დაინიშნა საბურთალოს გამგებლად ორჯერ
მეტი ტემპით დასრულდა ეს შენობა და დღეს უკვე დამთავრებულია და მუშაობს. ეს არის კონკრეტული ფაქტები. Ну აქ ძალიან ბევრი პრობლემაა საბურთალოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კიდე მერიის ავტომობილები 3000-მდე ადამიანი ცხოვრობს მუშაობს მერიაში და პარკინგი ფაქტიურად არა აქვს მერიას აქვს მხოლოდ 50 ავტომობილზე და იოსებიძის ქუჩის და ხვიჩიეს ქუჩის მაცხოვრებლები ფაქტიურად თავის მანქანებს თავის სახლების წინ ვერ აჩერებენ გადაჭედილია მერიის ავტომობილები და სულსაცობია ამის გამო სააკადის მოედანზე გეცოდინებათ და მიმდებარე პერკილის ქუჩაზე, საბურთალოს ქუჩაზე ამის გამო სულსაცობებია. ეს ერთ-ერთი კიდევ მთავარი პრობლემაა საბურთალოს აი ამ ტერიტორიაზე, დასახლებულ ამ ტერიტორიაზე, რასაც მერიის მიმდებარე ტერიტორია ქვია. კიდე მინდა გითხრათ, გზების პრობლემა ყველგან არის, კანალიზაციის პრობლემა ყველგან. ესეთი ფაქტი დაფიქსირდა ბახტრიონის ერთ-ერთ კორპუსში გააკეთა მერიამ სახურავი, წყალი ჩამოდიოდა და ორჯერ მეტი ჩამოდისო მომიტანეს ინფორმაცია ახლა წყალი. ასევე სოფელი დიღმიდან გვეხმაურებიან, შეპირებული არიან ამდენი ხანია მიწების დაკანონებას, ნაციონალების დროს იბრძოდა ეს ხალხი და შეპირებულები იყვნენ მიწების დაკანონებას. მივიდნენ ოცნების წარმომადგენლები, შეპირდნენ მიწის ხმა ერთჩეს და მეორე და მესამე ეტაპი დაკანონების გაჩერებულია მიწების დაკანონების. ანალოგიურად გზების პრობლემაც სოფელ დიღომში ძალიან ბევრია, კანალიზაციების პრობლემაც ძალიან ბევრია. პატარა დიღომი ესეთი დასახლება არის ფორდის ცენტრი, სადაც გაიხსნა აღმაშენების ხეივანზე გეცოდინებათ. ეს ფორდის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მოსახლეობა გვეხმიანება და გამწვევის სისტემები მოშვერილია კორპუსებისკენ პირდაპირ და ისეთი სუნი გამოდის ფაქტიურად ცხოვრება შეუძლებელია მოსახლეობა გთხოვს რომ რამე გვიშველეთო. კიდე რა მოგახსენოთ, პეტრიძის ქუჩაზე დიდი დიღომი ითხოვს სტუდენტებისთვის ტრანსპორტის დანიშვნას უნივერსიტეტის მიმართულებით და არავინ საერთოდ ყურადღებას არ აქცევს სტუდენტებს 2 და 3 ტრანსპორტის გამოსვლა უწევთ. სანიაღვრე არხები, ну რა პრინციპში რო ვთქვათ, ყველგან არის ანალოგიური გადახურვები, საცობები, City Parks მინდა შევეხო კიდე ორი სიტყვით მე. ვიდრე City Park-ში ეხებოდი, თქვენი თანაპარტიელი გვიკავშირდება ლანჩხუთიდან და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონი ბესოს მინდა გადავცე ჩემი მოსაზრება. მე მისი მეგობარი და თანაგუნდელი ვარ ლანჩხუთის რაიონიდან. ქართული ოცნება ბატონო ბესო ძალიან დიდი დაპირებებით გაურიგდა ნაციონალებს, რაც ნაციონალებმა არ დაგვირდა, იმაზე მეტი დაპირებები გასცემდა, უკვე ჩიხში არიან. თუ ადამიანელი არჩევნები იქნება, ქართული ოცნება გეუბნებით ვერ გაიმარჯვებს. დღეს ლანჩხუთში ჩვენს ჰქონდა აქცია გზასთან დაკავშირებით ყველგან, ყველა რაიონში, საქართველოში ერთი და იგივე პრობლემებია ბატონო ბესო. ძალიან უხვად გასცენ დაპირებები და არაფერი არ ფუნქციონირებს ჩვენს რაიონში. ძალიან გულიმტკივა და უცებ შემთხვევით ვნახეთ ტელევიზორში და რაღაცა პატარა ჩემი მოსაზრება რო არ გამომეხადა თქვენს მიმართ და ძლიერი ნუგეში არ მომეცა, თავს მივეცი უფლება და დაგირეგეთ. დიდი მადლობა. გისურვებთ ბატონო ბესო. წარმოგვიდექით, ვერ ვიცი. დიდი მადლობა ბატონს, ბოდიშ ვიხდი ხმაზე ვერ ვიცანი, მაგრამ ძალიან მძიმე არის ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ. შეიძლება ამაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები სიხარულით დანიშნის მოგებით საუბრობენ, მაგრამ ჩვენ და ყველა ჩვენი თანამებრძოლი ამაზე ვსაუბრობთ გულის ტკივილით. ის რომ ეს ამდენი დაპირებები გაიცა და მათი ნახევრის ნახევარიც კი არ არის შესრულებული, ეს არის ძალიან მძიმე. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის. არავინ არ არის დაუნახავი და ყველა ძალიან კარგად ხედავს და ყველა ძალიან კარგად აღნიშნავს და გაუსვამთ ხას აუცილებლად რაც გაკეთდება. მაგრამ ის, როდესაც ესეთი მძიმე ვითარება ახლა ხო წარმოგიდგენიათ რაიონებში რა მდგომარეობაა, როდესაც დედაქალაქშია ესეთი ვითარება, ესეთი განუკითხაობა, აბსოლუტურად გაჩერებული ქალაქი და ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება ლანჩხუთში, რა ხდება ამბროლაუში, რა ხდება თერჯოლაში, რა ხდება რუსთავში, თელს ჩვენს ქვეყანაში. ანუ ძალიან მძიმე ვითარებაა. ბატონს დავეთანხმები იმაში, რომ ნამდვილად ყოველი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რაც ბრძანა მან რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყოველ დღე უკან და უკან უფსხულისკენ მიაქანებენ ქვეყანას ნაციონალური ოცნების წარმომადგენლები, აი ესე დავარქმევდი მათ. იმიტომ რომ ყოველი მათი ნაბიჯი, ყოველი მათი
ერთობლივი კვაბიტირებული მიღებული გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და იქამდეც მივედით, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე თავდაცვის მინისტრებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან ნიშნავენ. და აი ამის თქმა მინდოდა, რომ აუცილებელია გამოსავლის პოვნა. აუცილებლად ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ უნდა სერიოზული პასუხისგებლობით გადადგას ნაბიჯი და მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან. ვინაიდან დადგა დრო და დრო დადგა კი არა, უკვე გვიანაც არის, მე მგონი და ძალიან გაუჭირდება იმ ძალას და ძალიან გაუჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ამ პრობლემების მოგვარებას თავის თავზე აიღებს, მაგრამ ჩვენ პარტიას გააჩნია იმის კომპეტენცია, აქვს იმის პასუხისგებლობა, აქვს იმის გამოცდილება და არ არსებობს ჩვენაირი თანმიმდევრული ძალა და პარტია, რომელმაც ამხელა დანაკარგი მიიღო, ამხელა დარტყმა მიიღო ესეთი თანმიმდევრული პოლიტიკით. მოვდივართ უკვე ამდენი წლის განმავლობაში 2008 წლის 23 ნოემბერს არის ჩვენი პარტია დაფუძნებული, მათთვის ვინც არ იცის და დღემდე ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეთ და არ შევწყვეთ ნამდვილად ბრძოლას, ვიდრე არ გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა და არ დადგება ფეხზე და არ მოგვარდება ყველა ის პრობლემები ქვეყანაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ხალხს. სამტრედიიდან გვაგზაარი, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გისმენთ? ძალიან გთხოვთ. ყურადღებით მომისმინოთ ეზიკო. მე ვარ ვეტერანი დედა, რომელსაც გურჯანაძის დროს 90-იან წლებში მოუკლეს ჩვენი აფხაზეთის საქმეზე, აფხაზეთის ომის ვეტერანია დედა. ჩემი წელი ოჯახი და ჩემი შვილი დღეს 25 წლის ახალგაზრდა უცხოთილო ბიჭი მყავს გადაშენებული. გურჯანაძე იყო ბატონო პრეზიდენტთან. იმ დროს თავი და ჩვენი ბიჭები მიწაში ქართული გენი დღეს როგორ დედა თქვენ და ლაპარაკობთ, რომ გურჯანაძე გამოასწორებს ქვეყანას. რატომ ხარ ძირო მტრები ქვეყნის? გმადლობთ. ქალბატონს ძალიან სამწუხაროა ყველა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული შვილის გამზდელი დედა გმირია და ყველა ის ვაჟკაცი არის გმირი. მაგრამ ქალბატონს მინდა შევახსენო, რომ 90 წელს ბურჯანაძე არ იყო პრეზიდენტი და აფხაზეთის ომი ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ დაუწყია და ქალბატონს შეიძლება რაღაცა პრობლემები აქვს მეხსიერებასთან და რა ვიცი, ყველანაირად ჩვენი ორგანიზაცია ყავს სამტრედიაში და შეგვიძლია სამედიცინო დახმარებით გვერდზე დაუდგეთ და ყველანაირად მხარში ამოუდგეთ და ნამდვილად მიიღოს ჩვენი პატივისცემა, როგორც გმირის გამზელმა დედამ. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას. არ გადართოთ, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას. ქალბატონ ნინო, თქვენთან გადმოვინაცვლებ კითხვით, თქვენ ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბრძანდებით, რა მდგომარეობა არის თქვენ რაიონში და რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს და აინტერესებს? მოგესალმებით პირველ რიგში. განსაკუთრებულს და განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი პრობლემებზე. იგივე პრობლემებია ისნის რაიონში, რაც მთლიანად საქართველოში. ისნის რაიონი საკმაოდ დიდი რაიონი არის, მოსახლეობის მხრივ თბილისში მე-4 არის რიგით. ძალიან ბევრი იმედგაცრუებული, გულგატეხილი ადამიანი, ხალხი, რომელებაც საკუთარ სისხლის ფასად იბრძოლეს იმისთვის, რომ ეს კრიმინალური დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა მოშორებულიყო ამ ხელისუფლებას. ყველანაირად ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან ერთად გვერდით დაუდგა 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ სამართალი ეპოვათ ამ ქვეყანაში. დღესაც სამართლიანობის აღდგენას ელოდება ეს ხალხი. მარტო სამართლიანობის აღდგენა არ არის პრობლემები. პრობლემები არის სოციალურად. პრობლემები არის ის, რომ ინგრევა კორპუსები, ავარიული შენობები, დანგრეული ქუჩები. ქეთევან-წამებული 78 ნომერი კორპუსი, სადაც ხალხი ღამე უკვე ვეღარ ათევს მოსახლეობას, შიშით ღამეს ვეღარ ათევს. იმიტომ რომ როდის დაინგრევა არ იცის. მერიას ტენდერი ქონდა გამოცხადებული, სანამ თვითმმართველობის არჩევნები იქნებოდა და გაიმარჯვა ერთ-ერთმა ფირმა 7 სექტემბერს, შაშანს 7 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო გამგრებითი სამუშაოები, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა მოვიდა ეს ბატონი ნარმანია ქალაქის მერად რომ დაგვინიშნეს, გაუქმა ეს ტენდერი და ფაქტიურად ეს კორპუსი დღითიდღე უფრო და უფრო ინგრევა.
ბავშვები უკვე აღარ შეიძლება იმ კორპუსში რომ ხალხმა იცხოვროს. შეიძლება პლუს ამას წინ არის სკოლა. ეს კორპუსი რომ დაინგრეს, მოყვება ძალიან დიდი მსხვერპლი. და აბსოლუტურად რეაქცია არაფერი არ არის. მოსახლეობასთან ერთად ჩვენც დავდივართ, ვაწუხებთ ყველას ფრაქციაში შეტანილი გვაქვს განცხადება, რომ იქნებ ვინმე რაიმე ყურადღება მაინც მიაქციოს, რომ ის გამოცხადებული ტენდერი რაც იყო, ვინც გაიმარჯვა, ან თავიდან გამოაცხადონ, ან რაღაცა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მოსახლეობას პასუხი გასცა, რომ თანხები არა გვაქვს. ეს ხდება იმ დროს, როცა 400.000 მერია ხარჯავს ყავის სმის გულისთვის. აი იმ დროს უკვე შეიძლება რომ კორპუსი დაინგრეს, ხო? მარტო ეს რო იყოს არა უშავს. ქეთევაწამებლის 71-ში არის ყოფილი სამხედრო დასახლება, სადაც ცხოვრობს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახები. ეს ტერიტორია ისე რომ მოსახლეობა მარიცოდა იყიდა ერთ-ერთმა უკრაინულმა ფირმამ. დღეს ეს ფირმა ასახლებს ამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს იქედან, წყალი გადაუჭრა, გაზი გადაუჭრა, შუქი ჩაუჭრა, იძულებულს ხდიან უკვე რომ მოსახლეობამ დატოვოს ტერიტორია, სახურავები გადახადეს სახლებს, რომ წყალი ჩაუვიდეს ხალხს იქ და აი და უკრაინელი ეუბნება ქართველს, რომ მე ჩემს წყალს არ დაგალებინებო და წყალი გადაუჭრეს ხალხს. უბრალოდ ეს არის გაუგებარი. ბოროდინოს 13 ნომერში ელიაზე ისტორიული შენობა დაინგრა. ის უკვე აღარ არსებობს, დაინგრა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაჟორიტარმა არც იცოდა, რომ იმას ისტორიული სტატუსი ჰქონდა იმ შენობას მინიჭებული. დაინგრა საერთოდ მიწასთან არის გასწორებული. ვაზის უბანში კატასტროფული მდგომარეობაა საბავშვო ბაღებზე ისევე როგორც ყველგან. 4 თუ 5 საბავშვო ბაღი გაასხვისეს, ერთის მშენებლობაც არ დაწყებულა ახლის, რომ ბავშვები რეგისტრაციას ვეღარ გადიან, მშობლებს ბავშვები ვეღარ მიყავთ საბავშვო ბაღებში. ის არ ყოფნის მოსახლეობა დიდი არის, ძალიან ბევრი არის ვაზის უბანში. ამავე დროს სკვერებში დღეს ახლა გვინდოდა რომ რაღაც აქციის მსგავსი გავუკეთებინა, თავღია საკანალიზაციო ჭები არის, სადაც შეიძლება ბავშვები ნებისმიერ დროს ჩავარდეს იქ და რაღაც მსხვერპლი მოყვეს. პლუს ამას ვაზის უბნის მოსახლეობა ითხოვდა რა წლების მანძილზე, მოგეხსენებათ ნახათას მთაზე შენდება კომპლექსი. ერთი გაჩერება და დასამატებელი ავტობუსის, რომ მოსახლეობა ავტობუსით მივიდეს იმ კომპლექსამდე. 4 წელია განცხადებაზე, თხოვნა, არავით არის რეაქცია, რომ ერთი გაჩერებით მეტი მაინც დაემატოს, ავტობუსის ერთი გაჩერებაზეა ლაპარაკი. ახლა დანგრეულ ქუჩებზე ეს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ეს საკანალიზაციო ამაზე უკვე აღარ შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის ყველგან ის, რაც საერთოდ მთელ საქართველოში ისეთივე არის ზუსტად ისნის რაიონშიც და მოსახლეობაც აი ისეთივე განრისხებული არის. მე ძალიან დიდი შიში მაქვს იმისი, რომ თუ ქართულმა ოცნება მართლა ესე გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის გზა ბედი არ ვიცი, შეიძლება უფრო უარესსაც ეწიონ, იმიტომ რომ იმდენად იმედგაცრუებულები არიან უკვე ხალხი. მართლა დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ უკვე საზღვარი აღარ აქვს ხალხის მოთმინებასაც, იმიტომ რომ ადამიანი საკუთარ შვილს რო საჭმას ვერ აჭმევს, პულს რო ვერ უყიდის, იმას უკვე ვეღარაფერზე ვეღარ დაელაპარაკები. ვერაფერს ვეღარ მოსთხოვდა, ახლა პრობლემები ჩამხლა, იმდენი შეიძლება ძალიან ბევრი შუქნიშნებზე ხო აი სკოლებთან ითხოვენ შუქნიშნებს. 2 ბავშვი დაიღუპა იმის გამო, რომ შუქნიშანი არ იყო სკოლის წინ და აი მანქანები ხო ახლა მძღოლს ვერ მოვთხოვთ იმას, როცა არ არის შუქნიშანი, ვერ მოვთხოვ ვერაფერს მძღოლს, მაგრამ ხო შეიძლება რომ შუქნიშანი დავაყენოთ იქ სკოლასთან და შეტანილი ამაზეც, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით რეაგირება არაფერი. ქუჩებზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. იქ მეტრომ შეინს დასახლებას და ელიაზე ხო მე მგონი მთლიანად ელია ინგრევა. ავლაბარი ინგრევა. საერთოდ, ეს ისტორიული შენობები, ძირძველი შენობები ინგრევა, ისე ინგრევა, რომ თაობას აღარ დარჩება სანახავი აღარაფერი. ის რაც შეიძლება რომ ნახოს თბილისში რა იყო და რა არსებობდა. აფრიკიდან გვეკავშირდება მაყურებელი, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით უყოლას. მოგესალმებით. ერთი თხოვნა გვაქვს მერიაში რეკავ მუსიკას ჩამირთებენ, მასმენინებენ 1 საათი, პასუხს არავინ არ ახსენს. აფრიკის დასახლებაში გვაქვს ეს ერთადერთი პარკი. ამ პარკში მუხლამდე ბალახია. გაჩნდა იმ დღეს მე თვითონ დავიჭირე, გაჩნდა ცხეული. ბავშვები ვეღარ დაგვიშვით ბაღში რა. აი ესეთი ის არ მარტო ესეთ ერთი ბაღი დგას, ესეთი ბაღია და რავი, აი რა გავაკეთოთ ჩვენც არ ვიცი.
ისე ვთხოვეთ დეპუტატის არჩევნები რო იყო საქართველოზე მიცვალებული რომ იყავს ალბათ ორხიდიანი მანქანით უნდა წაიყვანოს თორე გაუვალიათ და გადათხარეს გადმოცხარეს რაღაც მილები უნდა ჩაეხარათ მიატოვეს მე მოსახლეობამ თვითონ გაიყვანა ეს მილები და აი ესეთი ის არის მდგომარეობა რომ ორხიდიანი მანქანით წაიყვანოს მიცვალებული რო ავიდნენ სასაფლაო ძველი სასაფლაოზე ჩვენ შეგვიძლია ბატონო ჩემო თქვენ სამგორის რაიონის ჩვენი შტაბის ხელმძღვანელის ნომერი ჩაგაწერინოთ დაუკავშირდეთ და ყველანაირად დაგეხმარებათ ჩვენ დავტოვებთ მაშინ ჩვენი სამგორის ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერს ბატონი გოგი ომანაძის რომელიც ძალიან ახლოს მიიტანს გულთან თქვენ პრობლემას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის ვინაიდან ვერც მერიაში და ვერც გამგეობაში ვერ მიაგენით სამართალს და ვერ გააკეთეთ ეს საკითხი ვერ გადაწყვეტეთ და ვერ გააკეთეთ იქნებ მოახერხოს ჩვენმა სამგორის შტაბმა რომ ეფექტურად გაგიწიოთ დახმარება ჩვენ დავტოვებთ გადაცემის შემდეგ ტელეფონის ნომერს და ის ქვეწარმავლების თემა რაც ბატონმა ბძანა ძალიან სერიოზული პრობლემა არის ასევე გლდანის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია სავსე არის ქვეწარმავლები და იქ მე ბავშვები მიდიან და არ ვიცი ხარ რომ დაცხება უკვე ძალიან თუ სერიოზული ზომები არ მიიღეს და პირადადად შევხვდები გამგებელს და პირადადად შევხვდები მერს რომ ეს საკითხები მაინც რაც ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება რომ ეს საკითხები მაინც გადაწყვიტონ იმიტომ რომ სხვა ვერაფერს და არაფერს არ ურჩევდით ჩვენ არა ვართ მართლა ჩასაფრებული პოზიციაში ურჩევდით მერსაც გამგებლებსაც რომ მეტი ფეხით იარონ ქალაქში და მეტი მოსახლეობასთან ურთიერთობა გქონდეთ და მეტი სიყვარულით მოექცნენ ყველაფერს ამას და ყველაფერი კარგად იქნება და დაალაგდება. ჩასაფრებული პოზიციიდან რო ვიყვეთ, მაშინ ჩვენც ისევე მოიქცევდით, როგორც იქცევა ნაციონალები. მივიყვანდით ტელევიზიებს, გადავიღებდით, გავაპიარებდით და მეტი არაფერი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები როგორმე მოვაგვაროთ. მოვაგვარებინოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ხო? იქნებ ჩვენი აი ესეთი აქციებით, რაღაც განცხადებებით, რაღაც იქნებ ხალხთან მოვიდეს, ან მაჟორიტარი, ან გამგებელი. ან ვინმე ვინც ეს დაპირებები გასცამა ურთიერთობა ეს არის ყველა სამწუხარო ანუ ნაციონალების ურთიერთობა აღარ აქვს უკვე ხალხთან აი არ ვიცი ზუსტად ეგ პრობლემაა ბესო რა ურთიერთობა არ აქვს და ჩვენ ვცდილობთ მივიდეთ მივიტანოთ ინფორმაცია ხალხი მივიყვანოთ და როცა მივდივართ როგორც ოდიში და მტრებს ისე გვიყურებენ რომ რაღაცა არ უთხრათ ისეთი რომ ვიღაცა მერე ზემოდან საყვედური არ უქნას და თითი არ დაუქმნოს კიდევ ერთი მაყურებელი ყავს მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით კარბატონო ელენე მოგესალმებით მოგესალმებით სტუმრებთან ასეთი კითხვა აი პოლიტპატიმრებზე ლაპარაკობდით მოგეხსენებათ რომ პოლიტპატიმრის სტატუსს ადრეს სასამართლო ეხლა ის პოლიტპატიმრები ვინც არიან გამოსვლები განაჩენი იგივე აქვს დარჩენილი ხო მართალია კი ბატონო გამართლებულები არ არიან ხო მაგრამ საერთაშორისო არც ერთ საერთაშორისო სასამართლოს არც ჩვენ სასამართლოს არ უღიარებია პოლიტპატიმრებას და ეს როგორი პოლიტპატიმრები გამოდის ბესელიას პოლიტპატიმრები გამოდის ეგრე გამოდის მაშინ და არის ჩემო ბატონო მოგახსენებთ პოლიტპატიმრები ყავსო მაშინ მოგახსენებთ ეხლა რატომაც ვიძახით რა იმიტომ ვიძახით რომ ყველაზე პატარა პოლიტიკური პატიმარი საქართველოში ბექა პეტრიაშვილი რომელიც 26 მაისის შემდეგ დააკავეს 16 წლის ასაკში პირველი კურსის სტუდენტი იყო ის მაშინ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და ბრალდები ვითომდა მან ორი პოლიციელი სასტიკაცემა ბექა ძალიან მორჩილი ტანის ბიჭი არის მით უმეტეს 16 წლის წარმოიდგინეთ ორი პატრული ჩამოყალიბებული მამაკაცი გალახა თურმე სასტიკა და ამის გამო 2 წლის განმავლობაში ბავშვს აწამებდნენ გლდანის ციხეში არის თუ არა ბექა პოლიტიკური პატიმარი ხო არ ჩამოუყვები ყოველას 200-მდე პოლიტიკური პატიმრის შესახებ გადაწყვეტილება ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღო ახალმა პარლამენტმა მიიღო ჩემო ბატონო და სასამართლო არ ადგენს ამ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი და სასამართლო იძულებული არის რომ პარლამენტის დადგენილება მოიყვანოს სისრულეში იმ ადამიანების მიმართ რომელთა პოლიტიკური სტატუსიც განსაზღვრა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაწყებულიყო ხელახალ წარმოებაში მიღება მათი საქმეების უნდა მომხდარიყო მათი გამართლება უნდა მომხდარიყო მათთვის ყველა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების აღდგენა და მათ შორის აქ ხაზგაუსო პრავაც კი არ აუღია ჯერ ბიჭებს და მუშაობას ვერ იწყებენ და მანქანებზე ვერ წყდებიან იმიტომ რომ ისიც ვერ მოახერხ ხა ქართულმა ოცნებამ რომ იმ ადამიანებს რომლებსაც თვითონ დაარქვა პოლიტიკური პატიმრები ის ადამიანები გაემართლებინა და ის დაცინვა რომ 20 თეთრიანი შეღავათი ექნებათ პოლიტიკურ პატიმრებს მეტროში და მარშრუტკაში ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და ეს არის ისეთი დამამცირებელი რომ მე დარწმუნებული ვარ ის ღირსეული
ბიჭები, ის ღირსეული კაცები, რომლებიც იბრძოდნენ სისხლიანი ნაციონალური რეჟიმის წინააღმდეგ, არც ერთი არ აიღებდა ამ შეღავათს და ის 20 თეთრიანი შეღავათები და თვითონ 200,000-იან ჯიპებზე ტენდერებს რო აცხადებენ და ყოველ სამთოში და 6 თვეში მანქანებს რო ცვლიან და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, მერიის სამსახურები დღეში უფრო მეტ საწვავს ხარჯავენ, ვიდრე საპატრულო პოლიციის. თქვენ თვითონ გააკეთეთ დავსკვნები, ჩემო მეგობრებო და ჩვენო მაყურებლებო რა. ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა ბატონო თქვენ სიტი პარკზე გსურდათ საუბარი და სიტი პარკთან დაკავშირებით ამ პოლიტიკურ თემას ცოტა გადავუხო და ისევ ყოველდღიურ პრობლემებს დაუბრუნდები. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თბილისის არის სიტი პარკი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დანაპირები იყო ახალი მერის, რომ მოსვლიდან რაც შეიძლება მალე სიტი პარკის პრობლემა ქალაქს უნდა მოგვარებოდა. სიტი პარკი არის ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ აყაჩაღებს ქალაქის ბიუჯეტს, პირდაპირ იპარავს ქუჩიდან მანქანებს, მოქალაქეების მანქანებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ის გამოც არაერთ ადამიანს გულის შეტევა დაემართა, წარმოიდგინეთ, მოხუცი ადამიანი გამოდის და მანქანა არ ხვდება. ორჯერ ბავშვიანი მანქანა წაიღო. ეს იყო ესეთი ფაქტი. არ წაუყვანიათ ბოლომდე, მაგრამ ბავშვიანი მანქანის ევაკუაციას აპირებდნენ და მე აღმოჩნდეს, რომ ბავშვი იჯდა შიგნით და მოკლედ ტენდერი მოიგეს, მილიონობით ლარი მიაქვს და მათი ვალდებულება იყო პარკინგები უნდა მოწყობილიყო ქალაქში და პარკინგების ნაცვლად დადღა ბოდიშტაი დადღაბნეს ქუჩები თეთრი საღებავით და ისეც არ გაუკეთებიათ ხარისხიანად და ამაში იღებენ ყოველთვიურად 1.5 მილიონ ლარზე მეც. ეს არის უდიდესი პრობლემა. მე რამდენადაც ვიცი, ქალაქის მერიამ ჩაატარა სპეციალური ორგანიზაცია დაიქირავა აუდიტორიული და ჩაატარა მოკვლევა სიტი პარკთან დაკავშირებით, რაც 50 თუ 70,000 ლარი დაიჯდა და ამის მერე კიდე 2 თვე გავიდა და კიდე არანაირი გადადგმული ნაბიჯი არის სიტი პარკთან მიმართებაში. ეს უკვე დიდეჭვს იწვევს, რომ მერიას და სიტი პარკს შორის რამე ფარული გარიგება ხო არსებობს. იმიტომ რომ ფაქტია, რომ იძახიან, რომ ძალიან ბევრი დარღვევა აქვს სიტი პარკს, მოკვლევაც ჩატარებულია, ძალიან ბევრი ხელმოსაჭიდი არსებობს, რომ სიტი პარკს უჩინონ სასამართლოში და გაუქმონ ლიცენზია, მაგრამ ეს არ ხდება. ქალაქს არ ეშველა. ჯერ უკანონობა ის არის, რომ ყველაზე მინიმალური სიტი პარკის აბონემენტი ეგრეთ წოდებული ერთკვირიანია. ერთი დღით თუ ჩამოდის ქალაქში სტუმარი, ვალდებულია ერთკვირიანი აიღოს. რატომ უნდა აიღოს ერთკვირიანი აბონემენტი, როდესაც ერთი დღით ჩამოდის სტუმარი? ფაქტიურად ძალიან ბევრი სასამართლო მოიგო მოსახლეობამ წაყვანილ მანქანებთან დაკავშირებით და უკანონოცნეს ეს ყველაფერი, მაგრამ არ ეშველა ამ პრობლემას. ჩვენ ვკვირდებით ჩვენი პარტია, ჩვენი მოძრაობა, რომ სიტი პარკსაც მოევლება, ქალაქსაც მოევლება და მილიონი ხერო დაფკვირდა, დაირგვებაო და რო იჩეხება 10 წლიანი და 20 წლიანი და 30 წლიანი ხები ერთი ხეც არ მოიჭრება თბილისში და გაშენდება ნამდვილად მაქსიმალურად რაც შესაძლებელი იქნება, ხეც დაირგვება, სიტი პარკიც მოგვარდება, ორმოებიც აღარ იქნება და რა ვიცი, ვიშრომებთ ბოლომდე და დავიხარჯებით ბოლომდე და ერთ პატარა პრობლემას ვიტყვი კიდე და ამითი დავასრულებ. ბახტირონის მოსახლეობამ როგორც საბურთალოს ხელმძღვანელი, ისე ვიძახი გთხოვა, იპოდრომის ტერიტორიაზე ძალიან ბევრ ბავშვს მოხუცს უწევს სეირნობა და გადადიან და მოსახლეობა სარგებლობს ამ ტერიტორიით. ერთი გადასასვლელიც არ არის დახაზული, ეს ახალი გვირაბი ვაშენდა და იქ წრიული მოძრაობა არის, ძალიან ინტენსიურია და გთხოვეს, რომ იქნებ გადასასვლელი მაინც მოსახლეობისთვის გაკეთდეს და მერიას მიმართავ თხოვნით, რომ საბურთალოს მოსახლეობას მისცენ საშუალება, რომ იპოდრომი გამოიყენონ, სანამ კიდე არსებობს ეს საშუალება, რომ ისარგებლონ მოხუცებმა და ბავშვებმა. ერთი შუქნიშანი მაინც დაუდგან და დახაზონ, რომ გადასასვლელი არსებობდეს მოსახლეობისთვის. მადლობთ. მადლობთ ბატონ ბესო, ზუსტად 1 წუთი დავჭრა, ამიტომ მოდით მოკლედ გავესმოთ მაყურებელს, თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს ამ პრობლემას? გამოსავალი არის ერთადერთი, ვინაიდან ცოტა დრო არის დარჩენილი, ორი წინადადებით ვიტყვი. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, როგორც კი ჩვენს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, დააფიქსიროს თავისი არჩევანი და გამოხატოს თავისი ნება, აუცილებლად უნდა შემოხაზოს დემოკრატიული მოძრაობა, აუცილებლად უნდა შემოხაზოს 3 ნომერი და აუცილებლად უნდა მიცეს ხმა იმ ძალას, რომელსაც კომპეტენციაც, გამოცდილებაც და უნარიც გააჩნია იმისი და რაც მთავარია, გამბედაობა და პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს პირველ რიგში
საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმართებოდეს და არ ინიშნებოდეს საქართველოში თავდაცვის მინისტრები და სხვადასხვა დიდი და მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნის ელჩობიდან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ამერიკიდან იქნება ეს თუ რუსეთიდან საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და რახან ესე უყვართ ამათ ესე პროსძახილი პროქართული ძალის მიერ ეს პროქართული ძალა არის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და მობრძანდით ეს არის ქვეყნის ბედი ამაზე არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი და აუცილებლად გააკეთეს სწორი არჩევანი ერთ პატარა რეპლიკას დავუმატებ აი ზუსტად ქვეყნის მთავრობაც პრეზიდენტიც ყველა იძახიან რომ დღეს კრიზისია ქვეყანაში და ეს არის გამოწვეული გარე სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე და უკრაინის ომიდან გამომდინარე და გუში გამოდის საქართველოს პრეზიდენტი იმის მაგივრად რომ ქართულ ინტერესებს ემსახურებოდეს მისი განცხადება აკეთებს განცხადებას რომ რუსეთს გაუგზელოთ და გაუღმაოთ სანქციები ჩვენ რაგვარი ინტერესებს ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა მოგვარდეს თუ ამერიკული ინტერესები გავაჟღეროთ უბრალოდ ძალიან საწყენია არც რუსეთის მოყვარული ვარ არც ამერიკის ქართველების მოყვარული ვარ და უნდა ემსახურებოდეს პრეზიდენტის განცხადება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა დასრულებულია მადლობა გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის მაყურებელს შევახსენებთ რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას ჩვენი სტუმრები იყვნენ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესო დანელია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ თავართქილაძე და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ჭეიშვილი მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის დიდი მადლობა